უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობენ მეგა გარიგებაზე. მეგა გარიგება თავისი სახელწოდებიდან გამომდინარე გულისხმობს ძალიან უდიდეს გარიგებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის უნდა დაედოს სამხედრო მიმართულებით, სამხედრო ინდუსტრიის კუთხით. კონკრეტული დეტალები ამ თემაზე ჯერჯერობით უცნობია, რადგან ცხადია, როგორც წესი, ასეთი მაღალი რანგის გარიგებები და დოკუმენტები ჯერ თან ხდება სრულად და მერე ხდება საჯარო, პარალელურად კი როგორც წესი და ყველგან და ყოველთვის ვრცელდება გარკვეული ინფორმაცია კულუარულად, რომელიც გამოდის ამა თუ იმ მთავრობიდან და დაახლოებული პირებიდან, თუ რას გულისხმობს და რა იქნება იმ შემადგენლობაში ამ გარიგებისა. ამ შემთხვევაში, როგორც თქვი, საუბარი არის რაღაცა ტიპის სამხედრო გარიგებაზე, რომელსაც აქვს ორი ნაწილი. ერთი ნაწილი არის თუ რას გააკეთებს უკრაინა, მეორე ნაწილი არის თუ რას გააკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები. პრინციპში გასაგები ყოველთვის ასე არის, მაგრამ კონტექსტიდან გამომდინარე ეს გარიგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რამდენიმე თვის წინ იყო მომენტი, როცა ამერიკამ შეუჩერა დროებით, ძალიან მცირე დროებით, მაგრამ მაინც შეუჩერა უკრაინას სამხედრო დახმარება, მოგვიანებით კი გახდა მისი პრინციპში მთავარი მხარდამჭერი, რაც გაგრძელდა, ამ მხრივ ის ტენდენცია, რომელიც ჯო ბაიდენმა თავის დროზე დაიწყო, რადგან სწორედ მის საპრეზიდენტო ვადაში დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი. პარალელურად ტრამპი ანონსებს, რომ თუკი უკრაინა, თუკი უпроსოდ რუსეთი არ დაასრულებს ამ ომს მომდევნო 50 დღის განმავლობაში, საიდანაც უკვე დარჩა დაახლოებით 44 დღე, მაშინ უკვე ძალიან მძიმე სანქციები დაწესდება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ისეთი სანქციები, რომელიც ამ დრომდე არ დაწესებულა, მათ შორის მან იგულისხმება ისეთი ქვეყნების სანქცირება, ძირითადად აქ ნაგულისხმებია ინდოეთი და ჩინეთი, რომლებიც რუსული ნავთობის შეძენით ეხმარებიან ვლადიმირ პუტინს ამ ომის დღემდე გაგრძელებაში. ამ ყველაფრის პარალელურად ძალიან საინტერესო გარიგებაზე მიდის მუშაობა ამერიკას და უკრაინას შორის, რომელიც უკრაინის მხრიდან გულისხმობს ძალიან დიდი რაოდენობით დრონების, სამხედრო დრონების მიცემას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ხოლო თავად ამერიკა მოკლედ საბრძოლოდ ამისა მისცემს გარკვეულ შეღავათებს უკრაინას და მისცემს შესაძლებლობას, რომ უკრაინამ იყიდოს ამერიკული იარაღი. ამერიკული იარაღის ყიდვა ბევრ ქვეყანას შეუძლია ფინანსურად, მაგრამ ცხადია ამისთვის საჭირო ამერიკის უფლება და უფლების მოპოვება გაცილებით უფრო რთულია, როგორც წესი, ვიდრე იმ ასობით მილიონი თუ მილიარდი დოლარის მოპოვება, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ ტექნიკის შესაძლებლად, რადგან შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს ამის რესურსი, მაგალითად ჩინეთს ხადია, მაგრამ ჩინეთს ამერიკა არასდროს არ მიყიდის საკუთარ იარაღს, მაგრამ უკრაინას მიყიდის, აქ ჩუქებაზე აღარ არის უკვე კარგი ხადია საუბარი, ეს იქნება ყიდვა ან რაღაცა ტიპის ბარტერი, რადგან სწორედ დრონების გადაცემა იგულისხმება უკრაინის მხრიდან, მაგრამ ფინანსები არ არის ჩართული და უფასოდ ამას არავინ არ აკეთებს. დონალდ ტრამპის პოლიტიკა ეს არ არის, ეს უფრო დემოკრატიული პარტია, როგორც წესი, უფრო აკეთებს ხოლმე ამ ტიპის შეღავათებს და გრძელვადიან ან კრედიტებს, ან რაღაცა ჩუქების მსგავს რაღაცა ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს ომში მყოფ ქვეყანას, რაც ვიხილეთ ბოლო წლებში, მაგრამ რესპუბლიკური პარტია ასე არ იქცევა ხოლმე. თავად უკრაინულ დრონებზე რატო შეიძლება გაჩნდეს მოთხოვნა, ეს კითხვა შეიძლება იყოს აქტუალური, რადგან უკრაინა არ არის მაინც ახლგანთქმული იმით, რომ ის აწარმოებს კარგი იარაღს, როგორც ეს ამერიკა არის, ან თუნდაც რუსეთი, რომლისგანაც ასევე ნახევარი მსოფლიო ყიდულობს იარაღს, ძირითადად აზიური ქვეყნები, პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მაგრამ უკრაინაში ბოლო პერიოდში დაიწყო დრონების წარმოება, სწორედ ამ მიმართულებით არის ის გამორჩეული და ჩვენ ვიხილეთ არაერთი თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 1300 კილომეტრის დაშორებით, ისე რომ რაც შულმა არ იცოდა, რომ ეს დრონები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იყო და მოგვიანებით კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშები მიიტანეს. ისე რომ მოკლედ ომში მყოფ ქვეყანაში ვერავინ მიხვდა, რომ რაღაცა იგეგმებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, რეალურად თვეების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე და სწორედ ამ ტიპის ნოუ-ჰაუ უნდა დონალდ ტრამპსაც. აქ შეიძლება იყოს ჩართული თურქული კომპანია ბაიკარი, არ ვიცი ჩვენ ეს, რადგან მას აქვს წარმოება უკრაინის ტერიტორიაზე, კონკრეტული კომპანიები და კონკრეტული კომპანიების მიერ შექმნილი დრონები და მოდელები დასახელებული არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინულ დრონებს შეიძენს ამერიკის შეერთებული შტატები, ან დააბარტერებს, ან რაღაცა კონკრეტულ შეღავათს მისცემს უკრაინას იმისთვის, რომ უკრაინამ უკვე შეძლოს მომავალში ამერიკული სამხედრო იარაღებით საკუთარი სამხედრო ძალების აღჭურვა. სამხედრო ძალები და იარაღი უკრაინას სჭირდება რეალურად თავდაცვის გასაგრძელებლად, ანუ ომში საკუთარი შესაძლებლობების გასაზრდელად, რაც საბოლოოდ მიმართული არის იმაზე, რომ ეტაპობრივად ამან უნდა დაასუსტოს რუსეთი, რადგანაც, რა თქმა უნდა, რუსეთს არ აქვს ულიმიტო რესურსი, ის სამუდამოდ ვერ გააგრძელებს ომს, რაღაც ეტაპზე მთავრობა შეიძლება აღმოჩნდეს დიდი ფინანსური პრობლემის წინაშე, ამისი ნიშნები უკვე იკვეთება.
მაგალითად ის რომ ბიუჯეტის დეფიციტი უკვე არის რეკორდული 47 მილიარდი $, მაგალითად ის რომ გაზპრომი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანია უკვე სისტემურად გადის ზარალზე, მესამე წელია და რა ეშველება მას ამაზე კითხვები ქვეყანაში უბრალოდ არ არსებობს და კიდევ ერთი პრობლემა არის ის რომ როგორც ჩანს უკვე საბანკო საფინანსო სექტორი აწყდება გარკვეულ გამოწვევებს. ზოგადად საბანკო სექტორი არის ყველაზე მყიფე და მოწყვლადი სექტორი ნებისმიერ ეკონომიკაში და ლამის ყველა კრიზისი იქნება ეს 2008 წლის კრიზისი თუ იაპონიაში დაწყებული კრიზისი თუ ის კრიზისი რომელიც საბჭოთა კავშირში მოხდა იყო დაკავშირებული პირდაპირ თუ ირიბად საბანკო სისტემასთან რადგანაც ყველაზე მეტი კაპიტალი როგორც წესი იქ იყრის თავს და ყველაზე მეტი რისკი როგორც წესი დაგროვილი არის საბანკო სისტემაში და რისკს თავისი არსით განაპირობებს ერთი მარტივი მოცემულობა ბანკები საკუთარ თავზე იღებენ რისკებს გასცემენ სესხს და ამითი ცდილობენ რომ მიიღონ ფინანსური სარგებელი, მაგრამ როდესაც რისკი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე პოტენციური სარგებელი და ეს რისკი და სარგებელი ერთმანეთს ვერ აბათილებენ, მაშინ უკვე ძალიან დიდი კრიზისის ნიშნები ჩნდება, რაც იყო თავისი არსით 2008 წლის ფინანსური კრიზისი, რომელიც თამაშობლებს ძალიან კარგად დაინახა. დაახლოებით მსგავსი სცენარი შეიძლება განვითარდეს რუსეთის ფედერაციაში, რადგანაც Bloomberg-ი ავრცელებს ესეც საინტერესო ინფორმაციას, რომ სამი მსხვილი რუსული სისტემური ბანკი აპირებს მარეგულირებლისათვის, ანუ ცენტრალური ბანკისათვის მიმართვას თხოვნით, რომ მათი საკრედიტო პორტფელის ნაწილი არის გაფუჭებული. აქ ახლა ეს ადამიანურ ენაზე რომ გადავთარგმნო, ძალიან მსხვილ ბანკებს უკვე აქვთ იმისი საშიშროება, რომ შეიძლება დაიწყოს დეფოლტების კასკადი, რასაც შეიძლება თავად ბანკიც კი შეეწიროს, ამიტომაც აუცილებელია რომ ცენტრალურ ბანკმა რაღაც ქნას. ცენტრალურ ბანკს აქვს რამდენიმე მექანიზმი, ასე დროს შეიძლება მას მაგალითად სარეზერვო ბუფერი დააწიოს, ამითი ბანკებს მეტი ნაღდი ფული გამოუთავისუფლდება და ეს მათ არიდებს რისკს. მეორე ვარიანტი არის ის, რომ მათ პირდაპირ გადასცეს ფული, დროებით მაინც შეღავათ ამ ფასად, რათა რაღაცნაირად ამოაფსონეს დანაკლისი, ან კიდევ ყველაზე მარტივი გზა ეს არის რეფინანსირების გარაკვეთის დაწევა, რომელიც თავისი არსით გადამხდელებს, ანუ იპოთეკური სესხის ამღებ სუბიექტებს გაუმარტივებს სესხის მომსახურებას, რადგანაც ახლა რუსეთში ოფიციალურად რეფინანსირების განაკვეთი არის 20%, ამას ზევიდან ემატება შემდეგ უკვე კომერციული ბანკის პროცენტი და ვიღებთ რაღაც კოლოსალურ პროცენტს, რომელსაც როგორც ჩანს, მოსახლეობა ვეღარ უმკლავდება და სწორედ ეს არის ის, რომ ქვეყანაში წარმოდგენილი ბანკები არიან მაღალი დეფოლტის რისკის წინაშე. მოკლედ, ცენტრალურ ბანკს ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება უწევს ახლა უკვე რუსეთში, რადგანაც ერთი მხრივ გვაქვს აი ეს პრობლემა, მეორე მხრივ გვაქვს ინფლაციის პრობლემა, ინფლაციას ვერ გააკონტროლებ მაღალი რეფინანსირების განაკვეთის გარშე, ხოლო მაღალი რეფინანსირების განაკვეთი იწვევს თავისი არსით შემდეგ უკვე საფინანსო საბანკო და ალბათ უკვე უძრავის ქონების სექტორში გარკვეულ რისკს. ესეთი რთული ბალანსის დაცვა არის ახლა რუსეთში საჭირო, ნახოთ როგორ განვითარდება ეს მოვლენები და ნახოთ გამოიწვევს თუ არა თავად ეს მიმართვა, თუ კი შედგება ოფიციალურად ეგრეთ წოდებულ bank runs, როდესაც უკვე კრედიტორები, ინვესტორები და მომხმარებლები პანიკურად აწყდებიან ბანკებს, ცდილობენ იქიდან თანხის გატანას, რადგანაც მათ აქვს მოლოდინი, რომ შეიძლება ბანკმა განიცადოს კოლაფსი. რუსეთთან გადავნაცვლოთ რუსეთის ბოლო დროს მოკავშირე ქვეყანაში ჩინეთში, რომლის პირველი პირის სი ძინპინის ქვეყნის პრეზიდენტის და ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარის ვიზიტი იგეგმება ევროკავშირში 24 ივლისს, ანუ მიმდინარე კვირას, სადაც ის შეხვდება მოკლედ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ვინც არის ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროსაბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას, რაც ნიშნავს, რომ ჩინეთს და ევროკავშირის შორის შედგება მაღალი რანგის შეხვედრა, რაც პრინციპში უკავშირდება 50 წლიანი დიპლომატიური და ზოგადად თანამშრომლობის აღნიშვნას ორ ქვეყანას და ერთ ქვეყანას და ერთ ქვეყნებისგან შემდგარ ორგანიზაციას შორის. სი ძინპინი ზოგადად ასე ძალიან ხშირად მაინც არ დადის არსად, უფრო სი ძინპინთან ჩადიან ხოლმე მისი მოკავშირე ქვეყნების ლიდერები, მაგრამ თავადაც დადის ხანდახან ვიზიტებზე, მათ შორის უნდა ველოდოთ მას ვაშინგტონში ოდესღაც უახლოეს მომავალში ამის თავბაზე მზაობა გამოთქვა ორივე მხარემ და სწორედ იქ უნდა იქნას ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებს ვაჭრობას ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, მაგრამ სანამ ეს მოხდება სი ძინპინი ჩადის ევროკავშირში, ევროკავშირთან კი ჩინეთს ვითარება აქვს დაძაბული, აგერ მორიგი სანქციები დაწესდა ახლა ჩინეთის წინააღმდეგ, ისედაც იყო სანქციები და ზოგადად სავაჭრო ურთიერთობა მაინც კარგი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი რაოდენობის გასვლა-გამოსვლა ხორციელდება სხვადასხვა პროდუქტებით
ორ ქვეყანას შორის ხადი ადამიანებით ძალიან დიდი რაოდენობით დადიან. ევროკავშირში ძალიან ბევრი ჩინელი ტურისტია, ხოლო ჩინეთში ძალიან ბევრი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან წამოსული ადამიანი დადის დროებით, ამიტომაც მოკლედ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ბოლო დროს, განსაკუთრებით 2021 წლის შემდეგ და მოგვიანებით უკვე რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, ბევრი სანქცია დაწესდა ჩინეთის მისამართით, მათ შორის ცოტა ხნის წინ რამდენიმე და სწორედ ამ და სხვა თემების განხილვას დაეთმობა ეს ვიზიტი. კი, სანქციები ახსენეთ და ერთი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაც მოხდა ცოტა ხნის წინ. კერძოდ ევროკავშირმა პირველად გადადგა ესეთი ძალიან თამამი ნაბიჯი და ჩინურ ბანკებს დაუწესა სანქციები რუსული სასანქციო რეჟიმის დარღვევის გამო. ცხადია, ჩინეთი აქამდეც იყო სანქცირებული ევროკავშირის მხრიდან, თუმცა არა რუსეთის გამო, ანუ აქ საუბარი არის მესამე სახელმწიფოს პასუხისგებლობის პრინციპზე, რაზედაც დიდი ხანია ევროკავშირში მსჯელობენ, აპელირებენ, მაგრამ ქმედითი ნაბიჯები ჯერ არ გვინახავს, მაგრამ აი გამოჩნდა უკვე როგორც იქნა ორი ძალიან მსხვილი სისტემური ბანკი არის სანქცირებული ევროკავშირის მხრიდან და განმარტებით ბარაჩი წერია, რომ რეალურად სანქციების მიზეზი ის არის, რომ ეს ბანკები რუსეთს ეხმარებოდნენ სანქციების გვერდის ავლაში, ანუ ის, რომ რუსეთი არის SWIFT-დან ჩახსნილი და მასთან ესე პირდაპირ ტრანსფერების განხორციელება არ შეიძლება, ამ ბანკებს უბრალოდ არ აღელვებდათ, ისინი მაინც ახორციელებდნენ რუსეთისთვის სანქციებს სოფლიოს მასშტაბით, რაც წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლის პირობების დარღვევას, ამიტომაც ჩინეთი უნდა იქნეს დასჯილი. თავად ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივად, რადგანაც ეს ქმნის პრეცედენტს იმისა, რომ მომავალში შეიძლება კიდევ უფრო მეტი ჩინური კომპანია შეიძლება იქნეს სანქცირებული რუსეთის დახმარების გამო და აგრეთვე ეს წარმოადგენს ძალიან მწარე გაკვეთილს ინდოეთისათვის, რადგანაც სადაც ჩინეთის წინააღმდეგ დგამენ ასეთ ნაბიჯს, იქ რა თქმა უნდა ინდოეთი დაცული არ არის და ეს რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში მიუთითებს იმ საერთო განწყობაზე და რიტორიკაზე, რომელიც არის შექმნილი დასავლურ სამყაროში, რომლის ლიდერი და წინამძღოლიც არის ტრამპი, რომელიც გარკვეულწილად ცდილობს ჩინეთისა და ინდოეთის კუთხეში მომწყვდევას და მათთვის ისეთი პირობების შექმნას, რომ ისინი გახდნენ იძულებულნი, რომ თავად აიძულონ პუტინს ომის გაჩერება, ვინაიდან და რადგანაც თუ კი ისინი ასე არ მოიქცევიან, მაშინ უკვე მათ დაემუქრებათ სავაჭრო სანქციები, ტარიფები და სხვა ისეთი პირობები, რომლებიც მათთვის, როგორც სახელმწიფოებისათვის იქნება დიდი ფინანსური ზარარის მომტანი და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რეალ პოლიტიკაში არც ჩინეთი და არც ინდოეთი რუსეთისათვის თავს არ გაწირავენ. ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ოფიციალური პეკინი, როგორც ჩინეთში ამბობენ, ისინი გმობენ ამ გადაწყვეტილებას, ამბობენ, რომ ის შეუთავსებელია რეალობასთან, რადგან ჩინური ბანკები არ თანამშრომლობენ რუსულ უწყებებთან იმ კონტექსტში, რა კონტექსტიც არის აქ ნაგულისხმები, რაც ცხადია მოიაზრებს სანქციებისგან თავის არიდებაში დახმარებას, მათ შორის კრიპტოვალუტების გზით. ჩინეთი ასევე ამბობს, რომ რაღაცა პასუხი იქნება მისი მხრიდან, ჯერჯერობით არ ვიცით ეს რა იქნება, ალბათ რაღაცა ტიპის სანქციები დაწესდება საპირისპიროდ, ვთქვათ ევროპულ ბანკებს დაასანქცირებენ თუ არა. ეს საკამათოა, არ ვიცით, მაგრამ რაღაც ტიპის სანქციები იქნება, რადგან როგორც წესი სანქციას ყოველთვის მოყვება უკუ სანქცია, ეს პრინციპში ბოლო წლებში ძალიან კარგად გამოჩნდა. ხო, ჩინეთის ცენტრალურ ბანკთანაც გვაქვს სიახლე, რომელმაც უცვლელად დატოვა რეფინანსირების განაკვეთი და ჩინეთში არის ორი განაკვეთი, არის ერთწლიანი და არის 5-წლიანი განაკვეთები. პირველი მათგანი ერთწლიანი 3%-ითაა გასაზღვრული, 5-წლიანი კი 3.5%-ით. განაკვეთები არის საკმაოდ მაღალ ნიშნულზე და ეს წარმოადგენს თავისი არსით პრობლემას. პირველი პრობლემა ის არის, რომ ეკონომიკური აქტივობის დინამიკა არ არის ვთქვათ ისეთი როგორც უნდა იყოს, ზრდა კი არის, მაგრამ აქტივობა კიდევ სხვა ფაქტორია და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ჩინეთში ფიქსირდება, ეს არის საწარმო ინდექსის კლება, რომელიც ლამის ყოველთვე უარეს შედეგს აჩვენებს და როდესაც ქვეყანაში წარმოება ეცემა ამ დროს რეფინანსირების განაკვეთის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება, რა თქმა უნდა, არის კონტრპროდუქტიული, მაგრამ აქ ჩინეთი არის იძულებული, რადგანაც თუ კი ის შეამცირებს განაკვეთს იმაზე ადრე ვიდრე ეს არის მიზანშეწონილი, მაშინ შეიძლება გავარდეს ინფლაცია და ეს კიდევ უფრო უარესი პრობლემა იქნება, ამიტომაც ჩინეთის ცენტრალურ ბანკს ძალიან რთული ამოცანა აკისრია ახლა, რომელსაც მან აუცილებლად უნდა გაართვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობის სტრატეგიული გეგმა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ვერ იქნება შესრულებული, ამას კი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩინეთში ყოველთვის ცუდი რეაქცია მოჰყვება. ჩინეთში საინტერესო ტენდენცია არის აგრეთვე დაკავშირებული იშვიათ მიწათა მეტალებთან დაკავშირებით, რომლის 95%-ზე მეტს მთელ მსოფლიოში ფლობს და აწარმოებს ჩინეთი, რაც აძლევს მას არაპროპორციულად დიდ ძალაუფლებას ამ
კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით და ცოტა ხნის წინ, როგორც ვიცით, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ჩინეთმა შეზღუდა ამ იშვიათ მიწათა მეტალების ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც აფეთქებთ ამის ყველაზე დიდი ბაზარია, სადაც სჭირდებათ იშვიათ მიწათა მეტალები, რადგან ამ რამდენიმე მეტალისგან შემდგარი ამ ჯგუფში შემავალი რამდენიმე მეტალს იყენებენ ძირითადად ტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის ელექტრომობილების წარმოებლები, კომპიუტერების წარმოებლები, მზის პანელების წარმოებლები და ასე შემდეგ, რადგან ეს მეტალები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ მეტალების დიდი ნაწილი აგრეთვე მაგნიტური თვისებებით გამოირჩევა, ისინი მაგნიტები არიან, მარტივად რომ ვთქვათ, ცხადი რასაც ცხადია, ასევე დამატებით სარგებელი აქვს უკვე აი დენთან დაკავშირებულ ოპერაციებში, იქ სადაც მაგნიტური ველი არის საჭირო და ელექტროენერგია გამოიყენება, ესეც ისევ და ისევ ელექტრონული მოწყობილობებია და ამის გამო ჩინეთი, როგორც წესი, ძალიან აგრესიულად იყენებს აი ამ პოლიტიკას, მაგრამ მოგვიანებით დონალდ ტრამპი და სი წინპინი რაღაცა ტიპის გარიგებას შეთანხმდნენ, ჯერჯერობით ის არ ამოქმედებულა სრულად, მაგრამ ალბათ იშვიათ მიწათა მეტალებთან დაკავშირებით კონკრეტული სიახლეები გვექნება, რადგან ამერიკისთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ Apple-მა აგერ ცოტა ხნის წინ ერთადერთ კომპანიაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ამ ტიპის მეტალებს მოიპოვებს, დააბანდა $500 მილიონი, ძალიან დიდი მაჩვენებელი, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმას შედარებით თუ რა მარაგები არის ჩინეთში. ასე გამოვიდა, რომ ბუნებრივად ყველაზე დაჯილდოებული ამ მეტალებით ის არის და შესაბამისად თამაშის წესებს ამ ბაზარზე სწორედ ის განკარგავს. სიახლე კი ის არის, რომ მოკლედ მაგნიტის ექსპორტი შტატებში გაიზარდა 660%-ით წლიურად და შეადგინა 353 კუბური ტონა. ეს ყველაფერი უკავშირდება ახალ სავაჭრო შეთანხმებას, რადგან მანამდე ცხადია შეზღუდული იყო ექსპორტი და გახდა გარკვეულწილად შესაძლებელი, რამაც გამოიწვია ძალიან დრამატული ზრდა, რადგან მოთხოვნა 660%-ით, როგორც ასეთი არ გაძვირებულა, არ მომატებულა ბუნებრივად, უბრალოდ მანამდე იყო დაგროვებული რაღაც ვაკუუმი, რომელიც შეივსო და თან არის ძალიან დიდი გაურკვევობა, შეიძლება ისევ შეიზღუდოს ექსპორტი და ამიტომაც სანამ ეს პანჯარა ღიაა, იმპორტიორები მარაგებს ივსებენ შედარებით ნორმალურ ფასად, რომელიც ახლა არის ბაზარზე დასტაბილურებული. მაისთან შედარებით არის 157% მატება, ანუ გასამაგება არის ლამის ეს და მოკლედ ყველაფერი ეს დაკავშირებულია მაინც იმასთან, რომ შეზღუდულია ექსპორტი და შეზღუდულია ექსპორტი ისე კი არა, რომ ოფიციალურად ასე გადაწყვეტა ჩინეთმა, არამედ უბრალოდ ლიცენზიებს არ აძლევენ კომპანიებს, უჭიანურებენ, ზოგ შემთხვევაში შეიძლება 1, 2, 3 წელიწადი დასჭირდეთ სამეც, რაც de facto ნიშნავს იმას, რომ ექსპორტი არის შეზღუდული, სულ რომ ფურცელზე არ ეწეროს და არ იყოს განკარგულება გამოცემული, რომლითაც ამერიკაში შეიზღუდა იშვიათ მიწათა მეტალების ექსპორტი. ხო, დიდ ბრიტანეთში არის კიდევ ერთი საინტერესო სიახლე, უკავშირდება ეს საარჩევნო ასაკის შემცირებას. როგორც წესი, ჩვენ ასაკზე რომ საუბრობთ, უფრო მეტად საპენსიო ასაკის შემცირებაზე ან გაზდაზე არის ხოლმე მსჯელობა, მაგრამ ბრიტანეთში საინტერესო რამ მოიფიქრეს და აპირებენ საარჩევნო ასაკის ქვევი დაწევას, მოიაზრება 16 წლით განსაზღვრა ამ ასაკისა, რომელიც ახლა არის თქო 18 წელი, როგორც ლამის ყველგან დედამიწაზე და ამ ყველაფერს აქვს ძალიან საინტერესო ახსნა და რაციონალი. როგორც ჩანს, ბრიტანელი მოქალაქეები 16-17 წლიდან უკვე მუშაობენ, იღებენ სტაბილურ შემოსავალს, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ისინი იხდიან გადასახადებს და როდესაც ამ სისტემაში ხარ ჩართული, მაშინ ხმის უფლებაც უნდა გქონდეს, რადგანაც თავისი არსით ხმის მიცემა გულისხმობს იმას, რომ გადასახადის გადამხდელმა თავად უნდა აირჩიოს მისი წარმომადგენელი პოლიტიკაში, რომელიც შემდეგ უკვე განსაზღვრავს მისთვის გადასახადებსაც და იმასაც, თუ რაში დაიხარჯება მის მიერ ბიუჯეტში ჩადებული ფული. აქ ძალიან კარგი ფილოსოფიური, ასე ვთქვათ, კავშირი არსებობს გადასახადის გადახდის, ასე ვთქვათ, მოქმედებასა და ხმის მიცემას შორის. სწორედ ამიტომაც ბრიტანეთში ფიქრობენ, რომ ეს დემოკრატიულად იქნება გამართული პრაქტიკა, რის გამოც თუ კი კანონპროექტი დამტკიცდება, ეს ცვლილება შევაძალაში 2029 წლიდან და ეს არ არის რაღაც უნიკალური მიგნება შოტლანდიასა და უელსში უკვე მოქმედებს მსგავსი რეგულაცია და სავარაუდოდ მას უკვე მთლიანად გაერთიანებული სამეფოს მასშტაბითაც ძალიან მალე ვიხილავთ.